მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებელი თუბელებო. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. და ნახოთ ახლა რა სიახლე გველოდება ამ ახლო მომავალში. რას გვეტყვიან ჩვენი კარტები, რა სიახლე გველოდება. პირადში, რა თქმა უნდა. ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს. სამყარო მიცის, რომ რაღაც გარკვეული დაშორების, გულდაწყვეტის, ემოციონალური პროცესის მდგომარეობა ქონიათ. ყოფილხართ მოლოდინის რეჟიმში. ზოგჯერ ძალიან გულგაცრუებულიც და შეიძლება ითქვას აქ ახლა ამოდის კარტი, რომელიც არის უმოქმედობა, სტაგნაცია. შეიძლება ესეთი პროცესიც იყოს, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ, დრო ყველაფრის მკურნალიაოდ, ყველათ არ არის ნათქვამი, აგერ ამოდის, რომ გიმუშავიათ თქვენ თავზე, როგორც ჩანს. და სამყარო რაღაც თქვენ აი ამ სიტუაციას, რომ თქვენ თავზე მუშაობთ, რომ გინდათ, რომ გამოსწორდეთ, უკეთესი გახდეთ, რომ ეს არის თვით შემეცნებაც, ეს არის თუნდაც ეს სულიერი პრაქტიკა, ხო? თქვენ თავზე მუშაობა, დადებით კონტექსტში, რა თქმა უნდა, იმ რაღაც მანკიერი ვნებების აღმოფხვრა, რაღაცა ისეთი სიტუაციები, რაც არ მოგწონთ, რაღაცნაირად ლავირება, გამოდის, რომ ეხლა ნელ-ნელა უკვე სტაბილურ ენერგიებში შედიხართ. იმიტომ რომ ორჯერ ჯოჯოხეთს ვერავინ ვერ გაივლის. ანუ კარგად გამიგეთ, ჯოჯოხეთი არის ერთი და არის საშინელი და ორჯერ არავის არ გაატარებენ. და ვნახოთ ეხლა და მით უმეტეს თუ გაგივლიათ ეს პროცესი მომავალში რა გელოდებათ ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ეს რეზონირდა, მომწერეთ, მაინტერესებს. ну, რა თქმა უნდა, ყველა აღმართს დაღმართი მოყვება, ყველა გულგაცრუებას მოყვება კომპენსაცია. კი, შორიდან გახართ და უყურებთ პროცესებს, რომ არ გინდათ ისევ ისეთი ტრავმა, გულგაცრუება, მაგრამ შემოთავაზება მოდის სხვადასხვა სიტუაციების, ანუ აქ ჩანს კარტი, რომ სამყარო გაწვდით რაღაც კომპენსაციით სხვადასხვა სიტუაციებს, სიკეთეებს და რაც თავარია შემოდის ენერგია გართობის, მხიარულების, ბედნიერების, ენერგიის აღდგენის და ოჯახის, ანუ სამომავლოდ უკვე ოჯახის, აი ახლა იმას კი არ ვიძახი, მაგრამ გათხოვდებით. შეიძლება გათხოვდეთ კიდეს, არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ გამოდის, აი კმაყოფილი, ყველანაირად სტაბილურად სახლში შენ საყვარელ ადამიანებთან, სავსე, სიყვარულით და რაც თავარია ორმაგი, ანუ აი ორმხრივი სიყვარული და მამაკაცი. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, ჩემო კარგებო, ნახეთ. პირველ რიგში თქვენ თუ იმუშავებთ თქვენ თავზე. აი ეს ყველაფერი რაც გაგივლიათ, ხო? ტრაგიკომედია ესე დაუძახოთ. ამ შემთხვევაში ეს გულგაცრუება, ეს გულდაწყვეტა, პირადს გულისხმობ, რა თქმა უნდა. სამყარომ გაითვალისწინა და გაჯილდოვებთ, გზაშია უკვე ის ადამიანი. ნახეთ, ერთი პერიოდი სამყაროდან მოდის აი ესეთი სტაბილური სიტუაცია და თვითონ ეს კაცი, ეს ადამიანი. ხო? ასე რომ დაელოდეთ, ჩემო კარგებო. და გქონდეთ იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დროებით.